შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში ელჩი დიპლომატი კოტე ჟღენტი. მოგესალმებით ბატონო კოტე, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საქართველოსთან გაგზავნილმა კანდიდატურამ, ელჩის კანდიდატურამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო აგრემანი. როგორც ვიცით, ამ პროცედურებისთვის განკუთვნილ შესაბამის დროში ხო რამდენიმე კვირის წინ იყო გაგზავნილი ეს კანდიდატურა. თქვენ როგორც დიპლომატი, როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას, რა მნიშვნელობის საკითხია ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და რა ეტაპზე გადადის ახლა ეს ურთიერთობა ამ გადაწყვეტილებით? მოგესალმებით ნათია, თქვენ და მივესალმები მაყურებელს. მე მგონია რომ ამ აგრემანის გამოგზავნა არ გამოგზავნაზე სულ ყველათ ატყდა ზედმეტი აჟიოტაჟი. იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე რომ წარდგენილ ქვეყნის მიერ წარდგენილ ელჩის კანდიდატურას ის სახელმწიფო სადაც გაგზავნილი ეს კანდიდატურა აგრემანს არ აძლევდეს. ხარ ხოლმე ესეთ შემთხვევები და მე მაგალითად საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რაც ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდი, ერთადერთხელ მახსოვს თუ არ ვცდები სააკაშვილის რეჟიმის დროს რომ ერთ-ერთ ქვეყანაში გაგზავნილი აგრემანი საერთოდ არ მოვიდა დადებითი პასუხი და მე იძულებული იყვნენ შეეცვალათ ეს კანდიდატურა. მეტი შემთხვევა ჩვენთან ხო, მაგრამ ბოლო პერიოდში გამომდინარე ურთიერთობიდან და კომუნიკაციის იმ ერთგვარი უხერხულობები და რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, ალბათ აქედან გამომდინარე იყო განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ. კი, ინტერესი იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ძალიან უნდა გადაცდეს ხოლმე, სხვა შორის ეს არ არის ზუსტად განსაზღვრული დღეებით და საათებით, რამდენ ხანში უნდა გამოიგზავნოს ეს აგრემანი. ზოგი უფრო ჩქარა მოდის, ზოგი ქვეყნიდან, ზოგი ქვეყნიდან მოდის უფრო ნელა, მაგალითად შემიძლია მაგალითად დაგისახელოთ აღმოსავლეთის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის სპარსეთწყურის ქვეყნები, ისინი მათ ცოტა დიდი ხანი ჭირდებათ ხოლმე აგრემანის გამოსაგზავნად სხვა ქვეყნებს, უფრო ნაკლები და ასე შემდეგ. მთავრობისგან იყო გაცხადებული, როცა გაიგზავნა მაშინ, რომ 2 კვირიდან 2 თვემდე ჭირდება პროცედურასო, ეს იყო უბრალოდ დეტალი. ვინც გაგზავნა ეს აგრემანი, მე გულისხმობ მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, იმანიცის მარტო ზუსტად როდის გაიგზავნა და რამდენი ხნის მერე მოვიდა. მთავარია რომ მოვიდა ეს აგრემანი და ეს აშკარად დადებითი მომენტია, რადგან ელჩი ისეთ ქვეყანაში აუცილებელია ქვეყანას ყავდეს, გნებავთ დიდს, გნებავთ პატარას, გნებავთ მნიშვნელოვანს ძალიან და გნებავთ ნაკლებად. ისეთ ქვეყანაში როგორც შეერთებული შტატები აუცილებელია ელჩი იყოს და ეს ელჩი აქტიურად უნდა მუშაობდეს, მით უმეტეს როცა ესეთი სიტუაციები იყო და როცა პირველ რიგში ამერიკიდან გამომდინარე და იქ შეცვლილი ხელისუფლებიდან და ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლიდან გამომდინარე აუცილებელია რომ იქ საქართველოს ელჩი იყოს და ზუსტად იყოს განსაზღვრული ისიც თუ რა გვინდა ჩვენ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან და იქიდანაც დროზე ვიღებდეთ ინფორმაციას, სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება ეს, პრეზიდენტის აპარატი თუ ასე შემდეგ, რაზე შეიძლება მოლაპარაკება, რა არის უფრო რეალური, რა ნაკლებად, ეს დიპლომატიის საკითხია და ჩვეულებრივი საკითხია დიპლომატიის და არ ამგონია რომ აქ რამე განსაკუთრებული ის იყოს. მე უსურვებ წარმატებას ახალ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მთავრობამ ესე გადაწყვიტა რომ ეს ელჩი უნდა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში და შედეგი რა იქნება, ამას დავინახავთ ჩვენც და მთავრობას. კი ბატონო. და საზოგადოებას. ბატონო კოტე, ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დღიდან ჩვენ არაერთხელ გვსმენია ფრაზა ამერიკა უპირველეს ყოვლისა და ამერიკის ინტერესები სხვადასხვა რეგიონში. ახლანდელი სურათითა და მოცემულობით როგორ შეიძლება წავიკითხოთ ამერიკის ინტერესები სამხრეთ კავკასიის და განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით? მე მგონია რომ მაინც ეს ამერიკის ინტერესები საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში ჩვენი რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეა ეს, მარტო მე არ მგონია ეს. მე მგონია რომ ცნობილი ამბავია და მნიშვნელობით არის განპირობებული ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის, როგორც ცენტრალური ქვეყნის სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უფრო ფართე რეგიონს თუ ავიღეთ, ამ ასე ვთქვათ ვერ ზოგიერთს ვერ გადავათქვენეთ ეს ყოფილი საბჭოეთი, მაგრამ ნუ არის ხალხი რომელიც ისევ ამ ტერმინს ხმარობს
ყოფილი საბჭოეთის ესენი ტერიტორიები, თუმცა რამდენი ხანია უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან ეს სახელმწიფოები და 30 წელზე მეტია და უკვე დროა რომ ცოტა სხვანაირად იყოს, მაგრამ ამერიკის მხრიდანაც ამერიკაშიც არიან ისეთი ძალები, რომლებიც ამას უყურებენ პირველ რიგში როგორც რუსეთის მოსაზღვრე მოდი ესე ვთქვათ, ვიხმართ ნორდს უკანა ეზოს და ნორდს წინა ეზოს ესეთ ტერმინებს რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები ყოფილი საბჭოეთის, სადაც მით უმეტეს მას შემდეგ რაც ეს ომი დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე განსაკუთრებით ეს სახელმწიფოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდნენ იმასთან შედარებით რაც ადრე იყო და ეს არის ერთი დაინტერესების არეალი ამერიკელებისთვის და მეორე რა თქმა უნდა რომელზეც სულ ლაპარაკობენ ჩვენი როგორც დამაკავშირებელი რეგიონი და ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის აი ეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გატარების ასე ვთქვათ, აი ეს დერეფანი ცნობილი, თუმცა მანდამაინც ყველას არ მოწონს და არც მე მანდამაინც რომ დერეფანი ვართ, მაგრამ რას იზამ ეს ფუნქცია გატარების ინტერესების და არა მხოლოდ ეკონომიკური სხვათა შორის მუდმივად ჩვენი რეგიონი და ჩვენ ვიყავით არაერთხელ მithქვამს მსოფლიოს წამყვანი დაპირისპირებული ძალების ასე ვთქვათ წინააღმდეგობების გამოვლენის რეგიონი და ჩვენ მუდმივად გვინდა რომ ჩვენი რეგიონი იყოს თანამშრომლობის და განვითარების რეგიონად იქცეს სხვადასხვა ქვეყნების და ძალის ცენტრების და არ გამოდის ეს სწრაფად და მით უმეტეს ისეთ სიტუაციაში როცა მთელ მსოფლიოში გლობალურად ამხელა დაღი დაასვა ამ რუსეთ-უკრაინის ომმა და შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამ და შეცვლამ საერთოდ რაღაც შეხედულებების მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩვენ ამის ნაწილი ვართ. შეიძლება მნიშვნელოვანი ცენტრალური ისეთი ნაწილი არა ვართ, როგორც სხვები არიან, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ, თუნდაც ამ ორი მომენტის გამო, რომელიც დავასახელე. ამიტომ ამერიკელებიც უეჭველად დაინტერესებული არიან ჩვენთან ურთიერთობის დაალაგებაში, მოდით ასე ვთქვათ, და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებში, როგორც ჩვენ ვართ დაინტერესებული. და ბატონ კოტე, როდესაც არის აი ამ გადატვირთვის მოლოდინი და ურთიერთობის დაალაგების მოლოდინი, აი ასეთ დროს დაისმის კითხვა, იქნება თუ არა შესაბამისი, ან ჩანს თუ არა შესაბამისი, თქვა გადაალაგების და გადატვირთვის პერსპექტივა ბრიუსელთან. ბრიუსელთან ეჭვი მეპარება, რატომ ისით? იმიტომ რომ ძალიან მაგრად აქვთ ფესვები გადგმული ამ ლიბერალ ტირე გლობალისტებს. ესეც მithქვამს და გავიმეორებ, რომ ეს არის არამხოლოდ მათი დღევანდელი პოლიტიკური შეხედულებების, არამედ მათი განათლების, მათი ასე ვთქვათ, საერთოდ აზროვნების შედეგი. ამ ადამიანებს ესეთი განათლება აქვს მიღებული და ესე აზროვნებენ, რომ სოფლიოსთვის კარგია გლობალიზაცია, სოფლიოსთვის კარგია ერის სახელმწიფოების როლის შემცირება და ვთქვათ ისეთი ორგანიზაციის როლის გაზრდა, როგორც ევროკავშირია. მაგრამ აი ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ თლათ ესე არ არის და ეგ ერის სახელმწიფოების ჩამოწერა, მით უმეტეს ისეთი სახელმწიფოების რომელთაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს იმისთვის, რომ შეცვალონ რაღაცეები მსოფლიოში. ამის ეგრე უცბად შეცვლა არ გამოვა. ამიტომ აქაც ბალანსია საპოვნელი. ძალიან რამდენიმე ისტორიაში ყოფილა ესეთი მომენტი, რომ გლობალური ცვლილებების დროს არის ხოლმე ლაპარაკი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე და მუდმივად ამატებენ ხოლმე სამართლიანი და ხანგრძლივი მსოფლიო წესრიგის სტაბილური მსოფლიო წესრიგის შექმნა. არ გამოდის ხოლმე ესე ყოველ შემთხვევაში ისტორია ასე გვაჩვენებს, რომ რაღაც პერიოდი არის ხოლმე ცდები აი ესეთი სისტემა შეიქმნა საერთაშორისო სამართლიანი და სტაბილური, მაგრამ შემდეგ რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე ხდება ხოლმე ისეთი მოვლენები, რომ ამის გადადება უწევთ ხოლმე ცოტა შორეული მომავლისთვის. ეხლაც ისეთი მომენტია, რომ იცვლება გლობალურად მსოფლიოში რაღაცეები და ჩვენ ამის შემადგენელი ვიმეორებ ნაწილი ვართ და ამიტომ ბრიუსელი არ ამგონია რომ ბრიუსელის ეხლანდელმა ადმინისტრაციამ შეიცვალოს თავის შეხედულებები. აი შემდეგ არჩევნები რო ჩატარდება შემდეგი ევროკავშირის და სხვა
შედარებით უფრო სხვა შეხედულების ჩემი აზრით გახლავთ პირადი ბიუროკრატები მოვლენ ბრიუსელის ხელმძღვანელობაში აი კომისრები და თუ გნებავთ თავმჯდომარე გნებავთ ასე შემდეგ ხელმძღვანელობა აი მათთან უფრო შესაძლებელი იქნება ალბათ დაალაგება და ამერიკაში ცოტა სხვა სიტუაციაა იქ უკვე ნათლად ჩანს რომ შედარებით სხვა შეხედულებები აქვთ როგორც გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, ისე სხვადასხვა ქვეყნების როლთან ამ გლობალურ ცვლილებებში. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის ბატონო კოტე ჟღენტი დიპლომატი ელჩი პასუხობდა დღის ქრონიკის კითხვებს.